მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვაგზავნებთ ჩვენ გადაცემას. ჩვენ დღეს გადაცემაში გვყავს სტუმრად ბატონი თეიმურაზ მაგარიძე. ბატონი თეიმურაზი ჩვენი ხშირი სტუმარი არის და მას ყოველთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები და საერთოდ ანალიზი საქართველოში და საქართველოს ფაქტებთან არის შექმნილი პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია შეფასებები და არაერთხელ ჩვენ თქვენთან მიმართებაში ყოველთვის გვაქვს ის ინფორმაციები, რომელი ინფორმაციები საფუძველს რეალურად ეტაპობრივად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება, ესე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა და გვითქვია ყოველთვის ის, რომ რეალურად სიმართლე რა ხდება უკრაინაში და რა მდგომარეობა არის უკრაინაში და როგორ განვითარდება მოვლენები. დიახ, ვამბობდით იმას, რომ ეს უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა ეს იყო პროვოცირებული ომი პროვოცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და დასავლეთის მიერ. ომი იყო პროვოცირებული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე და ვამბობდით იმას, რომ აი ამ მდგომარეობას არის დღეს უკრაინაში, ამ მდგომარეობას ბოლომდე უკრაინელი ხალხი ვერ აიტანს და მოვა დრო და უკრაინაში გამოჩნდება საზოგადოება, გამოჩნდება ორგანიზაციები და გამოჩნდება ადამიანები, რომლებიც ამას გააპროტესტებენ. და მართლაც ესე არის, ხალხის ძალას და ხალხის ესე იგი რომ მეთქვი, აი სიმართლეს ვერაფერი იარაღი ვერ უდგება წინ. და აი მოხდა ის, რომ უკრაინა მოიცვა საპროტესტო აქციებმა. მოიცვა საპროტესტო აქციებმა უკრაინა და უკრაინაში დაიწყო აგორება ტალღის ზელენსკის წინააღმდეგ და მისი კლანის წინააღმდეგ. ზელენსკიმ შექმნა სახელმწიფო კორუმპირებული სახელმწიფო, რომლის საფუძველზე მთლიანობაში დაიწყო უკრაინაში მასიური კორუფცია. კორუფცია ეს იყო სწორედ ის კორუფცია, რომელი კორუფციას გამეფთა ომის ხარჯზე და ამ ომის ხარჯზე და ამ კორუფციის ხარჯზე გამდიდრდა ზელენსკი და მისი გაგარემოცვა. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვეუბნებოდით უკრაინელ ხალხს, რომ დროულად უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯები და ამ ნაბიჯების საფუძველზე დაიწყოთ პოლიტიკური ბრძოლები და უიარაღო ბრძოლა სწორედ ამ კლანის წინააღმდეგ. მაგრამ ზელენსკი ახერხებდა იმას და ნებისმიერი კერა, რომელიც იყო მის წინააღმდეგ მომართული, მის ლოკალიზებას აღთენდა. ისიც იმასაც ხედავდით თუ როგორ ხდებოდა მისი ოპონენტების ლიკვიდაცია ქუჩებში. იმასაც ხედავდით თუ როგორ ხურავდა ის ოპოზიციურ ტელეარხებს და მაქსიმუმს აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მთლიანობაში ჩაეხშო ხალხის ხმა, ხალხის აზრი, ხალხის მოთხოვნა, მაგრამ ბაიც ბოლო ვერ ხნა და ვერ მოახერხა ის, რომ მას ბოლომდე დაემარხა სიმართლე უკრაინაში. ყველაფერი გააკეთა იმისათვის ზელენსკიმ, რომ უკრაინაში და უკრაინელ ხალხს სიმართლე არ ეთქვა. ყველაფერი გააკეთა ზელენსკიმ იმისათვის, რომ გაენადგურებია უკრაინა და უკრაინელი ხალხი. მართლაც გაანადგურა მან უკრაინა. და ეს გაანადგურა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხელშეწყობით. და დღეს უკვე ამას წერტილს დაუსვამს უკრაინელი ხალხი, რადგან გადადგა გამბედავი ნაბიჯი გადაედგა უკრაინაში და უკრაინაში დაიწყო საპროტესტო აქციები და უკრაინაში ეს ჩვენ იყო კადრების ნახეთ თქვენ და ფაქტურად გააშუქა ყველა არხებად და იმ არხებად იმ ტელეარხებად გააშუქა, რომელიც ტელეარხები ცდილობდნენ ყოველთვის სიმართლის ჩახშობას და სიმართლეს არ აწვდიდნენ უკრაინის და სხვა დანარჩენ საზოგადოებას. იმ ექსპერტებმაც აღიარეს, რომელი ექსპერტების თავისი შეფასებებიდან გამომდინარე უკვე კრემლში იჯდნენ და დროშას უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ კრემლში და ომი ჰქონდათ მოგებული. აი მათაც კი აღიარეს უკვე ის კრიზისი, რა კრიზისი არის დღეს უკრაინაში და რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში. დღეს ჩვენ ამ თემებთან, სხვა თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და სწორედ დავიწყებთ. ჩვენ ახლა პირველი საკითხი არის ეს უკრაინის საკითხი, რადგან უკვე ეს არის ძალიან უკვე რომ ვიტყვი განვითარებული პროცესი არის დღეს უკვე ეს უკრაინაში საპროტესტო აქციების აგორებული ტალღა და ბატონო თემური, როგორ ფიქრობთ, გაგრძელება ექნება საპროტესტო აქციებს და საერთოდ ის რაც დღეს ახლა ჩვენ ვიხილეთ და რასაც უკვე ჩვენ ეს 2 დღე არის უყურეთ უკრაინაში შექმნა, ახლა გასაგებია ომი, გასაგებია ეს სისხლისღვრა, გასაგებია ეს კორუფცია, გასაგებია ეს რაღაც გაურკვეველი კლანები და მთელი ეს სიმახინჯე რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ უკვე ამ ეს სიმახინჯე და ეს სიბინძურე რაც უკრაინაში ხდება ვერ აიტანა უკვე ხალხმა და გამოვიდა საზოგადოება ქუჩაში და პიტაპი ამბობს, რომ ზელენსკი უნდა გადადგეს. ამას იძახის. როგორ ფიქრობთ თქვენ? არის ახლა დაუშვათ ახლა ზელენსკის აქვს ერთი გამოსავალი, ხო? უნდა ჩაახშოს ეს ყველაფერი, ხო? უნდა ჩაახშოს. უნდა გაიქცეს. იმიტომ რომ
აქ არ იყო საზოგადოების რაღაც მცირე ნაწილი გამოსული, აქ იყო მასიური ძალა გამოსული, მით უმეტეს მარტო კიევში არ იყო ეს აქციები. ეს აქციები მოიცვა დიდმა მსხვილმა რეგიონებმა და საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიეცა ამას და არ იყო. აი და მაიდანსაც კი გადააჭარბა რაოდენობა, ხალხის რაოდენობა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? განვითარდება ეს აქციები და ბოლომდე რასაც ახლა საზოგადოება ეთქოს ზელენსკის გადადგომას და მთლიანობაში ის ემატება ამას კიდევ ახალი მოთხოვნები რომ შეჩერდეს ეს ომი და ფაქტიურად მოხდეს მთლიანად მთელი ამ კერების ლოკალიზება, ხო? როგორ ფიქრობთ ამ ზელენსკი ამას რაზომებს მიიღებს აი ამ მის წინააღმდეგ წამოსულ ტალღებთან დაკავშირებით, რომელიც მართალი არის ხალხი ამ შემთხვევაში და სიმართლეს ითხოვს მოახდენს ის ძალისმიერ მეთოდებით სახშობა სამ პროცესებისას თუ ის დაემორჩილება ხალხის მოთხოვნას. მოგესალმებით პირველ რიგში ბატონო დრესთან, მივესალმები TV+-ის ერთგულ მაყურებელს და მივესალმები მოსახლეობას, რადგანაც თქვენ ძალიან აქტუალური თემა გამოიტანეთ, იმიტომ რომ ერთი უკრაინა რუსეთის ეს დაპირისპირება 3 წელზე მეტია და მე სოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მე კიდევ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორი მართლმადიდებლური ქვეყანა დაპირისპირეს და გაანადგურეს და მე სხვათა შორის ამას ხაზს გავუსვა ის ქვეყანა და მისი მხედართმთავრობა, ვინც საერთოდ მართლმადიდებლურ ტაძარს შეეხება, იმას მომავალი არ გააჩნია და არასოდეს კიდევ დავამატებ უახლოეს ახლა ისტორიაში აგერ ჩვენი მეზობელი კავკასიაში რომელიც არის სომხეთი, არასოდეს სასომხეთს თავისი ეკლესიისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც ახლა მისმა ფაშინიანმა გააკეთა და ეს ამას არც სომეხი არაპატიებს ფაშინიანს, რომელიც წარმოდგენილი არის ახლა სომხეთში როგორც მიშაური. დაუბრუნდეთ ისე უკრაინის მოვლენებს. სხვათა შორის აი ჩემი აზრი თუ გინდათ ობიექტური აზრი ითხრათ, ცოტა ადრე უნდა ყოფილიყო ეგ რა, ცოტა ადრე უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ მასიური შეტევები განხორციელდა ახლა ოდესაზე კიდევ ხარკოვი არის რუსულენოვანი ქალაქი და დიდი ქალაქია ძალიან და კიევი რა თქმა უნდა იბობება და ახლა ხალხი არის ყოველთვის წოდვა გინდ სომხეთია იღე, გინდ საქართველოა იღე, გინდ რუსეთია იღე და გინდ უკრაინაა. ის რომ უკვე ხალხმა პროტესტი გააცხადა და გამოვიდა ეს არის უკვე შედეგის გამო, იმიტომ რომ მე მყავს ძალიან ბევრი მეგობრები, რომელთანაც საუბრობ რა, უკრაინაში ზოგი კიევში ცხოვრობს, ხარკოვში ცხოვრობს, არავის არ უნდა ესურვი, არავის არ უნდა აბსოლუტურად და თქვენ აბსოლუტურად სწორად გაუსვით ხაზი და სწორად თქვით, ეს იყო პროვოცირებული, ეს იყო ნამდვილად შეკვეთილი კოლექტიური დასავლეთის მიერ. რომელიც უკვე ხელის გულზე გამოვიდა და პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტმაც კი განაცხადა, რომ მე რომ ყოფილიყავი და არ ყოფილიყო, ესე იგი ჩემი ჯო ბაიდენი არ მოხდებოდა ესობი დაადო ხელი პირდაპირ დაადო ბაიდენს ხელი რომ ბაიდენმა დაიწყო ეს ომიო ეს აღიარა ტრამპ აღიარა კი ბატონო ეხლა გინდა ესე ატრიალოთ ეხლა მსოფლიო გინდა ესე ატრიალოთ აღიარება ეხლა ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო არის დიდი იმპერია არის ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც ჯერჯერობით ჩვენი პარტნიორი არის რა და თუ კი ჯამრთელი ურთიერთობა ჩამოყალიბება და გაგრძელდება გავაგრძელებთ კიდევაც მაგრამ ნუ ახლა როგორც ღმერთმა არქნას რომ აქ კავკასიაში და მით უმეტეს საქართველოს ჩაბმულიყო ანალოგიურად რუსეთის მაგებსელობა დღესაც არის რა თქმა უნდა ეს დადებითი მოვლენა არის მაგრამ მე ამასთანავე ვფიქრობ რომ რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა ეს იმას ნიშნავს რომ ამერიკის შეერთებული პრეზიდენტს წინ ვერ გადაუვა, წინ ვერ წაუსწრებს ევროპის ლიდერები. ხვალ იქნება, თუ ზეგ იქნება ანალოგიურად გაიმეორებენ ისიც. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ხელს უკავია მთელი საკვანძო დაპა
მთელი ევროპის რა. კი, ევროპა არის დღეს მაგათ მიერ ოკუპირებული, ასე ვთქვათ რა. ოკუპირებულია. კი, არა. ესეც არის, იმიტომ რომ წინა მორბედი ხელისუფლების მიერ არის დასმული სულ ყველა ის მართველები, ლიბერალური ფაშიზმის პოლიტიკის გამტარებელი მართველები. და ოღონდ ეხლა რას აკეთებს? ტრამპი აღმოჩნდა 10-ჯერ და 10-ჯერ ჭკვიანი მასზე რა, იმიტომ რომ მენეჯერი არის რა, იმიტომ რომ ბიზნესმენია კაც. ბიზნესმენი არის. ეხლა რა გააკეთა? ფაქტიურად რადგანაც ევროპის ტერიტორია აი უნდა რომ სუფთად გავიდეს და ისეთ განცხადებებს აკეთებს რომ ამერიკა უნდა გახდეს მისაბაძი ქვეყანა რა, ყველასათვის რა და რეაბილიტაცია უნდა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ავტორიტეტულად, სოფლიოს თვალში და ასე შემდეგ, ყველანაირად რა, შეინარჩუნოს იგივე დომინანტობა დოლარმა და იყოს ესე იგი ყველგან ჩაერიოს მაგის მაგალითები უახლოესი კიდევ არის, აგერ დაბომბა ესეთი ადგილები ირანში, რომელიც საერთოდ არ მოყოფილი იყო ჯერეთი, როგორც ერაყში ვერ აღმოაჩინეს, ისე ვერ აღმოაჩენენ ირანში, იმიტომ რომ არა აქვთ იმათ ის ატომური იარაღი და ამის განკითხავი არავინ არ არის და აი ეს მაგარი ის რომ არის არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ არ იღებენ ხმას ეხლა რა პირველ რიგში საქართველოს პირველ რიგში ყვიროდა საქართველოს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მაგრამ ეს სულ ყველაფერი ბმაშია ერთმანეთთან და მე ყველაზე მეტად მეწოდება ჩვეულებრივი მოსახლეობა რა რომელიც საერთოდ ამ საინფორმაციო ვაკუუმში არის რა და ბოლოს რა დარჩენია ახლა იმას გარეთ ვერ გადის გესვრის ვინ გამიშველოა ვინ გესვრის რა მაგერა დედმამიშვილა შეიძლება ესრულოს და იმას ეგეთ სიტუაციაა კი და ვინ შემოდის შენ ტერიტორიაზე შემოდის კიდეც ცალკე თემა არის რატო დავისრიგულისთვის დაიწყო მაგრამ სხვათა შორის რუსეთის პრეზიდენტმა რამოდენიმეჯერ გაიმეორა. როდესაც ყველა ეუბნებოდა მით უმეტეს ტრამპი რამოდენიმეჯერ რაღაც როდესაც დაუკავშირდა ვისთან უნდა ისაუბროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვინ არის წარმომადგენელი უკრაინაში? ზელენსკის უკვე როგორც ყავლია გასული ისე პრეზიდენტობის ვადა. ის არალეგიტიმური პრეზიდენტი არის. ფიქტიურია რა, რომელიც თავისი გავლენებით იჭერს თავის კლანით და ლობისტებით, რომელიც ევროპაში. ამას ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასავლეთი უჭერს ხარ და არ დაგვავიწყდეს ინგლისი რომელიც არასოდეს არ დასულა აი ესეთი დაპირისპირების ბინძური თამაშებიდან. რა თქმა უნდა და თან განსაკუთრებით ეხლა კავკასიაში რასაც ინგლისი აკეთებს რა და ნუ ახლა აქვე არის დედაქალაქში მისი საერთო და ერთი ვინმე შევიდეს და მოილაპარაკოს და ვინმე შეხვდეს. ნუ რა გკაცრავად. და ბუზი ვერ შეფრინდება იქ ისეთი ის არის. და აი ეს გაგრძელდება. მაგრამ მაინც გარედან არის მე და მაინც ეს საზოგადოება ნაკარნახევი და მოდი გასაგებია ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ ახლა ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით საზოგადოებასთვის ახლა ეს კარგი არის საინტერესო იმას მიაწვდით ინფორმაცია რაც კარგად თქვენ ახლა ეს ანალიზი გააკეთეთ გასაკი ეს იმართება პროცესი რომელიც დღეს უკრაინაში ზელენსკის მხრიდან არის განვითარებული და იქ მიმდინარეობს კვლავ ეს საომარი მოქმედებები ასევე ძალიან ფეხმოკიდებული არის კორუფცია, იარაღის ვაჭრობა, ნარკოტიკების ვაჭრობა, ადამიანების ძიძულებით ომში გაყვანა, გატაცებები ეს ყველაფერი არის მართული პროცესი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ. გასაგებია ტრამპი მოვიდა ტრამპი მოვიდა პრეზიდენტმა, ტრამპი ჯერ ბელე ყველაფერს ვერ აკონტროლებს, გაიგე? და იმიტომ ვერ აკონტროლებს ისევ ეს ეგრეთ წოდებული deep state არის ყველგან, გაიგე რაშია საქმე, ხო? ხო, მაგრამ ეხლა ნახეთ ხო, ვინა დაგვანახა. ნახეთ, ხალხი გამოვიდა ხალხი, ხო? ხალხს ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს, ხო? ხალხი ძალა არის კიდე. ეს ხალხი გამოვიდა. ეს ხალხი რო გამოვიდა, ეს ხალხი პირდაპირ ამბობს ყველაფერს უკვე, ხო? რაც ხდება ამ უკრაინაში და ღიად იძახიან ამას ყველაფერს, ხო? ამბობენ, რომ ეს ყველაფერი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში, რაც ჩვენ თავს დაგვატყდა, არის ყველაფერი უკვე იძახა ზელენსკისა და მისი ლობისტების და მისი მფარველების ბრალი. ხო? ამიტომ ეხლა ეს ხალხი ამ ბრძოლას მიიყვანს ბოლომდე? ღიად ჩანს ახლა ერთი რაღაცა რა. რადგანაც ამერიკის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ეს არის მთავარი თემა, ერთ-ერთი მთავარი თემა.
აუცილებლად მოხდება, აუცილებლად წავა დამთავრებისაკენ, იმიტომ რომ ასჯერ აღარ იტყვის, რომ უნდა დავამთავრო და ის რაღაც, ესე იგი, რაღაც ვარიანტებით გადის გვერდზე და ევროპადან, მაგრამ მე როგორც ხედავ, რუსული დაზვერვა მუშაობს ძალიან კარგად. ეხლა რუსული დაზვერვა სოფლიოში მუშაობს? დაზვერვის გარეშე და თავისი ხარდაჭერების გარეშე ეგეთი რაღაც არ უნდა. იქ არის, ესე იგი, ნებისმიერი ხერხი ეს იქნება ინფორმაცია, სწორი დეზინფორმაცია თუ რაღაცა, უბრალოდ აკუმულირებას სახდენს ამ საზოგადოებრივ აზრისას რა და იყენებს ნამდვილ ფაქტებს. რაც მოხდა ფაქტიურად უკრაინაში. აი ზუსტად ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ზელენსკიმ ნამდვილად გაწირა ხალხი და გარყვნილები ჭაობში ძის მთელი ის ტერიტორია, სადაც ესე იგი თვითონ აკონტროლებს ახლა ყველაფერს რა და სხვათა შორის რამოდენიმეჯერ რადაშიც დაიწყო დაპირისპირება. აბელი ის მომყავს, ის გონჩარენკო რო ყავს, ის გონჩარენკო რო იყო, მაგის ყუმოჭილი მონა. გონჩარენკო აქ ეს გათახსირებული ლიბერალი ფაშისტი. ეს დაუპირისპირდა უკვე რადაში. საბატონი როდანიშა პრემიერ-მინისტრი. დიახ. ეს ვერაფერს ვერ გააკეთებს უბრალოდ. ეს არის მორიგი ფანდი, რომ დობა მოიპოვოს, მაგრამ ვარიანტი გამორიცხულია და ეს ტალღა ჩემი აზრით კიდევ უფრო გაძლიერდება. კიდევ უფრო გაძლიერდება და იქით წავა საქმე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და მე ვისაუბრებ წარმომადგენლებს. ხო, ისიც რა არის ახლა რუსეთის პრეზიდენტი ბატონო თემურ თავიდან სანამ ომი დაიწყებოდა უკრაინაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციებს სამ დაიწყებოდა უკრაინაში, ის თავაზობდა უკრაინის ხელისუფლებას, ის თავაზობდა ბაიდენს და ის თავაზობდა ევროკავშირის ლიდერებს, რომ ხო, ხმამაღლა იძახდა ეს ადამიანი, რომ თქვენ უახლოვდებით ჩემს საზღვრებს და ასეც იყო. 2015-2015 ის ამბობდა პირდაპირ დოკუმენტი ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩემს საზღვრებთან ახლოს არ აშენდება ნატოს ბაზები და სწორიც არის ის კაცი, ახლა ნებისმიერი ადამიანი ყოველთვის ზრუნავს და ბრძოლობს იმისათვის, რომ მის ირგვლივ არ იყოს ისეთი გამორემოცვა და ისეთი ადამიანები, რომელი ადამიანების მათ მიმართ მტრულად არის განწყობილი, ხო? და თუნდაც ჩვენც, აი ჩვენ მეზობელი, რომელი მეზობელი, შენ რა შეგინა ეს მეზობელი, ხო? ისია ის კაცი თავის ქვეყანაში ზრუნავდა და ეუბნებოდა, გავაფორმოთ დოკუმენტი, რომელიც დოკუმენტის საფუძველზე გარანტია იქნება ჩემი, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ მოიტყულეთ, ხო? მოიტყულეს სამთავრობო რომ დაიშალა და ხო, აი მაკედა უნდა დავიწყოთ. ხო, დაიშალა. ევროპაში იყო საიუზ ეკონომიკის ზაიმაპომოში. ხო. ურთიერთდახმარების კავშირი იყო სოციალისტური ბანაკი. დიახ. ესე იგი, ამის დაშლა და ნატოს გაყვანა უნდა მომხდარიყო პარალელურად და ზუსტად ხო, მოიყვანა უამრავი მაგალითები ამ კაცმა, ხო? მოიყვანა ეს სწორედ ეს, აი რას თქვენ ბრძანეთ ახლა ეს მაგალითები. მოიყვანა მინსკის ფორმატი. მინსკის ფორმატში სადაც ძალიან მწყინვალე ფორმატი იყო, მინსკის ფორმატი, რომელი ფორმატის საფუძველზე შესაძლებელი იყო ყველაფერს თავიდან აცილება, ხო? ყველაფერს აცილება. მოიყვანა მაგალითი, ის მაგალითი, რომელიც შეთანხმებას იანუკოვიჩმა რო თქვა ევრო ლიდერების წინაშე რომ დოკუმენტი გააფორმეს, რომ ჩატარდება კი ბატონო საპრეზიდენტო არჩევნები და ამ დროს მეორე დღეს უკვე დასხეს და დახოცეს ხალხი, ხო? იქ აქეთ მერკელმა აღიარა რომ მინსკის ფორმატი იყო დროის გაწელისთვის, ჩვენ ვიტყულებოდით ყველა ფაქტობრივად აღიარეს მათმა, რომ ამ მინსკის ფორმატში ვინც იყო ევროპის მხრიდან ლიდერები ყველა აღიარა რომ ეს ჩვენი ეს იყო სატყუ არა იყო, იმიტომ რომ ჩვენ დროში მოგვეგო და ამ დროის მოგების მინსო გაძლიერებული იყო უკრაინა და დაუგესტვება რუსეთიო. ეს ეხლა მე შემდგომ კიდო მოიყვანა მაგალითი თურქეთში რომ დაიწყო პირველი შეხვედრა რომ იყო და ბუჩიდან და ირპინა ჯარების გაყვანა და იქაც მოიტყულეს უკვე. ეს ყველაფერი უკვე ამ ადამიანმა დადო და თქვა რომ ერთხელ მოიტყუეთ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ, სულ იტყუილებით. კარგით რაშია საქმე, ხო? ხო და ეხლა მე რა გარანტიები მაქვს ეხლა კიდევ, რომ თქვენ ეხლა რაღაცას მეუბნებით, არ მოიტყულებით, ხო? ამიტომ ის ადამიანი ამბობს, იმ პირველი მოთხოვნა რაც არის, ხო? ის პირველი მოთხოვნა უნდა შესრულდეს და ამ შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი უკრაინაში. თუ ეს პირველი მოთხოვნა არ შესრულდა, ხო? მეწვევთ იმაში, დღითი დღე ძლიერდება. საერთოდ
რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები ისედაც დახვეწილები იყვნენ, დაიხვეწენ და არაჩვეულებრივი, ესე იგი, დაგეგმერება არის უკვე როგორც დაზვერვის მხრიდან, რა თქვენ ძალიან სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ასევე თვითონ სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან და წარმატებულად მიმდინარეობს ნების ყველა მიმართულებით სამხედრო ოპერაციები. ასევე შეხედა ბატონო თემურ ხდება რუსეთი ამ ომში არის მარტო ამ ომში უბრალოდ. მას არავინ არ ეხმარება. ის თავისი რესურსებით, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე შეიარაღებით და ფინანსურად და ეკონომიკურად თვითონ არის. ერთადერთი რაც იყო, ეს ცნობილი ფაქტი არის, კორეელი ჯარისკაცი კორეა რაღაც გარკვეული კონტინგენტი ჩამოიყვანა, იქ შემოიჭრა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკში, ხო, კურსკის იმაში. დანარჩენი ყველგან მარტო მოქმედებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები. ახლა ავიღოთ იქიდან მხრიდან, ნახეთ. ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად თავიდან ბოლომდე ჩაბმული არის, თავიდან ბოლომდე ჩაბმული თავისი რესურსით. ევროკავშირი მთლიანად თავისი რესურსით არის ჩაბმული ამ იმაში, იგი როგორც ფინანსური, როგორც მატერიალური, ისე ცოცხალი ძალა და რა ვიცი, მთელი სადაზვერვო მონაცემები და დაგეგმარებები და ესე ნატო ჩაბმული არის ამ პროცესებში და ნახეთ, მთელი ეს გაერთიანებული კოლექტიური დასავლეთი თავისი მთელი ამ ძალით ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩაბმული ამ პროცესებში, ხო? მაგრამ აი მე როგორც სამხედრო სპეციალისტი, ვიდაბე სიმართლე ვთქვა, რა სიმართლე უთხრა საზოგადოებას, კაცო. ბიჭო, ერთი ქვეყანა რუსეთი, კაიგე, და თქვენ აგერ მთელი სოფლიოს რაღაც გარკვეული 60% არის რა ფაქტიურად რა ჩაბმული მაგის წინააღმდეგ, ხო? მთელი ეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ რაღაც პატარ-პატარა მათ მიერ ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი ქვეყნები, ხო? და ზვრაც კი ვერ გააკეთეს ვერცეთი მიმართულებით და ვერცეთი მიმართულებით ვერანაირი კონჩეტევითი სამხედრო ოპერაციები ვერ განახორციელეს, ხო? ესეთი. ფაქტის სახელზე. ასა, რეალობით სიმართლე უთხრათ ხალხს, კაცო, იმიტომ რომ ასე არის ეს. აქ წყვილი არაფერი არ არის, აქ არის სიმართლე. და სიმართლე უნდა თქვას იმ ექსპერტებმა, იმ გაყიდული ექსპერტებმა, კიდო ტანკებს რო ვერ ითვლიან, გაიგე და კრემლში დროშებს რო აფრიალებენ. ნუ ეგ ერთ-ერთი საინფორმაცია მუშაობს. ხო, ნახეთ ახლა ზელენსკი არც ისე გიჟი არ არის, დურაკი არ არის, კი მართალია კლოუნი არის ის და თავის კლოუნობით რუსეთში მან თავისი კარიერა გაეძლიერა და რუსეთში შევა მაგა ფულები, მაგრამ ახლა მეორე ეტაპი ფულის შოვის მეორე ეტაპი უკრაინის ხალხის კლასში შევა უკრაინაში, ხო? ათაშორის ბარონი. ხო, რამინდა გითხრა. ზელენსკი ეკონომიკის ინსტიტუტში სწავლობდა ელცინის დროს ძალიან ხშირად. ხო. რამინდა გითხრათ ახლა მე თქვენ. ამას ახლა უკვე ახლა წამოვიდათ. ახლა ინიციატივა წამოვიდა უკრაინის ხელმძღვანელობის ზელენსკის მხრიდან, რომ ჩვენო ესაო მზათა ვართ დიალოგისთვისო. ახლა ბიჭო, გეუნება ეს კაცი. პუტინი გეუნება, რომ მე ეს მოთხოვნები მაქვს. შენ ხო კარგად იცი ეს ამოთხოვნებიცა მაქვს და შენ უკვე ახლა ამბობ რომ ზათავარდია, ანუ ზელენსკი მიდის დათანხმებაზე ამ დაკავშირებით, მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუ არ გადაწყვიტავს. მაგას პარტიულად როგორც ეტყვიან, ისე მოიქცევა. ბიჭო, თვითონ უკვე კარგად იცის რომ ლობისტებმა სად გააყოფი ეს თავი, ხო ხედავ? ყურფში აქვს მაგას გაყოფილი თავი. მაგ ყოველთვის შეეცდება ახლა თავის გადარჩენის ვარიანტს რა. ოღონდ მიდის ვაბამგზედაც მიდის ახლა რა. მე არ მგონი ახლა მაგი გამოდის ამ სიტუაციიდან. ხო, მაგრამ ახლა ძალიან აი ესეთი განცხადება რაც კეთდება გერმანელებისგან, რომელსაც ინგლისი უკიჟინებს და ნაწილობრივ აქვს პოლონეთი კიდევ, სადაც ინგლისსა და გერმანიას ხელი აქვს სამხედრო თანამშრომლობაზე და ბაზაზე ერთობლივი წვრთნები მიდის გერმანიაში. აი ეს მენიშნება ძალიან ცუდად და თან აცხადებენ რომ 28-30 წლისათვის ევროპა მზად უნდა იყოს რომ მიუხედავად ესე იგი რუსეთის აგრესიისა ევროპაზე უნდა გაუკლავდეს. ესე ვითომ რუსეთი დაესწრება ევროპას თავს. ეხლა გასაგებია ინგლისი და თელი ეს ევროპა ებზადება ამისთვის ერთობლივი წვრთნები, მაგრამ ეხლა რუსეთი ამას მშვიდად უყურებს? არა, რა თქმა უნდა. ის ხო დღით-დღით ძლიერდება, კაცო, თავისი სამხედრო პოტენციალით, ხო? სამხედრო მრეწველობა ფაქტიურად თლიანად რაც კი გარბაჩოვმა დამარხა და დააკონსერვა, მან უკვე აღადგინა ყველაფერი. გარბაჩოვმა და ელცინმა. ელცინმა ვაფშე საერთოდ ბოლო მოუღო. სხვათა შორის არაერთხელ ითქვა ამერიკელი ექსპერტების მხრიდან ესა რა და ამას მე ყველგან საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ პოტენციალი წარმოებისა, სამხედრო წარმოებისა რუსეთს გაცილებით სწრაფი და დიდი აქვს, ვიდრე მთელი ნატოს კონტინგენტს. კი ბატონო.
ეს აწარმოებს ერთ დღეში იმდეს, რასაც ის აწარმოებს ერთ თვეში. ერთ თვეში. კი. და ძალიან უსწრებს ეხლა სამამულო ომის ვარიანტი გამახსენდა რა. სხვათა შორის 53 წლამდე სტალინს ვერ ფლობდა ყველა სიტუაცია. კი. სანამ არ ჩაიგდო რა. ის ეხლაც ის სხვათა შორის, ხო, მაგრამ დარჩა, რუსეთში ძალიან დარჩა. კიდე ის ვისაც რქები უნდა მოამტვრიო და ალბათ მიხედავს რა. ომის შემდგომ. რა თქვა, ხო, ახლა რაც ახლა აქ აზერბაიჯანული მაგ თემას შევეხებით. ამას შევეხოთ მე აუცილებლად. კი, შევეხებით მაგ თემას. რა არის იცით? ეს ისტორიიდან, რუსეთის და საბჭოთა კავშირის ისტორიიდან კარგი რაც არ უნდა გადაიღო და რა გააკეთა? სიბირში გახსნა ეს საწარმოები და იმასთან ახლოს სადაც არის რა სტალინმა გააკეთა თავის? რა სტალინმა გააკეთა თავის ზურგზე? არის ზურგი, რომელიც უნდა გიმაგრებდეს და თუ კი რეგიონები ძლიერი ყავს, ესე იგი, აქაც უზრუნველყოფა გააქვს რა და ეს ახლა პუტინი ჯერ ერთი რუსეთის პრეზიდენტი 5 წელიწადი ფაქტიურად მუშაობდა ჰამბურგში, გერმანიაში. მუშაობდა დაბერბაში იყო რა მთელი 5 წელი. ხო, ახლა ისეთ საუბრობ გერმანულად და იცო სწავლობდა მთლიანად. ზეპირათიცის ევროპა ვინ როგორ სუნთქავს? და ძალიან ერთი ჟესტი გამახსენდა. როდესაც მერკელი ჩამოვიდა, მაინც რა არის მართლმადიდებლობა და ქცევა. ყვავილები რომ კი ბატონო. ხო, სხვადასხვა მაგას ექჩევა ქალბატონებთან. ძალიან აი სოფლიო თვალში ამაღლდა. აი მე მაგალითად თქვა, რაღაცებს შეიძლება აღწერდე, მაგრამ რომ დავინახე ესეთი ქცევა, ძალიან კარგია და ამას არასოდეს არ შეეგუება არც სხვათა შორის კვეთრად არის ნათქვამი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. რადგანაც აი როგორც თქვენ ვერაფერ ძრავერ უყვეს და იძულებული ხდებიან ახლა დათანხმდნენ რუსეთის პრეზიდენტის ყველა პუნქტს. მაქსიმალურად შეეცდებიან რომ ეს პუნქტები რაღაცეები შეარბილონ ან სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ აი იმ რაც თქვენ ბრძანეთ, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ის ტყუილების, კორიანტელი და ის ესე იგი გორები, რაც ესე იგი ამ ურთიერთობებში ჩამოყალიბდა და აღარავის აღარ ჭერდა და მithumetet ლავროვი რო გამოდის, როდესაც გამოდის ახლა ეგეთი დიპლომატი სოფლიოში მე არ ვეგულებ. გასუსულია მე რა ყველა რა ლავროვი როდესაც საუბრობს. თან ძალიან მაგარი დიპლომატია, ძალიან დიდი დონის დიპლომატია და მე უსმენ ხოლმე ხშირად და სხვათა შორის ნებეზია რომელიც გაეროშიდაც გამოდის, აი მასაც ძალიან მაგარი გამოსვლა და ის ყოველთვის ოღონდ აი ჩვენებმა რო იციან გინება პირდაპირ ეთერში ან ურთიერთობის დროს არა იქ არის ჩვენი კოლეგების საყურადღებოდ და ხალხო ისწავლეთ ამ პოლიტიკოსებმა ეს ურთიერთობა და ეს დიპლომატია რა დაგემართათ და როგორ შეიძლება დიპლომატიაზე ქონდეს საუბარი და იგინებოდნენ აი მაგ დედას და იმას და ჩემი და ასე უნდა ისაუბროთ ისე როგორც აბროთ ცივილიზებული სამყარო და რაც შეეხება უკრაინას ჩვენ ვერ უშვებთ უკრაინის ბედი მე პირდაპირ გეტყვით რა გადაწყვეტილი არის უკვე მან ფაქტობრივად ყველაფერს გააკონტროლეს მე ესეთი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციიდან. ისა, მადლობთ ბატონო თემურ, რომ თქვენ ახლა საკითხი ჩვენ რაღაც გარკვეულად ისეთ შეფასების მიმოსის მიმართულება, რომ არათუ მარტო არამედ მთლიანობაში, რომ სიმართლე სისტორე რაც არის, რა. ვერ გაექცე. ხო, რაც რეალურად რაც ხდება, იმას ვამბობ. ამიტომ არის, რომ ეხლა ცოტა ჩვენ აქედან გამოვიდოთ, ჩვენს იმაში, ჩვენს სახლში, ჩვენს ქვეყანაში, აქ შევეხოთ, მაგრამ ხო, რა ხდება ახლა მე მინდა რომ ჩვენ ტელემაყურებლებს აი ახლა ბატონმა თეორემ რაც თქვა და რაც ბრძანა ხო და მე მინდა ამ სლავა უკრაინშიკებს რო გყავს საქართველოში და 2022 წელს აქ ვერ გაიხედავდით და ვერსაც საერთოდ ვერაფერს ვერ შეხედავდით გარდა უკრაინული დროშებისა და რომ გამოდიოდით თქვენ იქ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერები და კიდევ სხვა დანარჩენი ექსპერტები და არიქა და გავიქცეთ და ჩარტერულ რეისებს ვეთხოვდით რომ ჩავიყვანოთ ჩარტერულ რეისითო ჩვენი ხალხი და დავახმაროთ უკრაინასო და იქ კიდევ იქ ჩასული ესა სააკაშვილის ზონდერ ჯგუფები რომლებიც იქ სააკაშვილს გაყვა და მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროვოცირებულ და დასავლეთის პროვოცირებულ ომში ხო ეს ყველაფერი ხომ ხედავთ ფაქტის სახეზე გაქვთ უკვე და მინდა კიდევ იმას ტვინ გახვრეტილი ქარაკუსა იმას ალეგო ელისაშვილს რო ჩავიდა 3 დღე იყო ჩასული და უკრაინაში თურმე ომი მოიგო გაიგე და კრემლში ჩევიდა აი ეს რაღაცა რა კარგი რაღაც თქვი ბატონო ტრისთან ეხლა ზუსტად დღეს რომ მოდიოდი
სულ რაღაც 5-10 წუთი მომივიდა, ზუსტად ანალოგიური ეს წარმოიდგინეთ. როდესაც მუდმივად გვეუბნებოდნენ ოფიციალური რეისებით გააგზავნეს საქართველოს და მოქალაქეები რუსეთის წინააღმდეგ მომიშალდამელა. დააწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დახურეთ საზღვრები. ეს რა? დაპირისპირებამდე არ მიგვიყვანდა? როგორ არ მიგვიყვანდა? ეს ჩადებული იყო. მაინც დამთხევას ადარეს. რა თქმა უნდა. ეხლა რატო ვამბობთ ამას ჩვენ და იმიტომ ვამბობთ რომ სწორედ ეს იყო ჩადებული აიაქაური აგენტურის მიერ, ეს იყო ჩადებული დასავლეთის აგენტურის მიერ და დასავლეთის ლობისტების მიერ, რომლებიც ფაქტიურად სწორედ იქ წარმოიშვა, ეგ დაიწერა სცენარი, რომელიც სცენარის ვითარდება დღეს უკრაინაში. იგივე სცენარის განვითარება უნდა ჩვენთან საქართველოშიდაც, ხო? და იგივე ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა დღესაც საქართველოს წინააღმდეგ. ხო, ახლა მოდი ბატონო თემურ განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც საკითხები ახლა დღეს აქტუალური ისევ გახდა საქართველოში და აი ეს ბრიუსელი გადაგვეკიდა რა, მოკლედ რა. ერთი სიტყვით აღარ ჩერდებიან და პირდაპირ დაგსვა სამიზნეზე დაგსვა რა. აი ბრიუსელის ამ პოლიტიკურმა ლიბერალ ფაშისტურმა ლიდერებმა და ყველაფერს აკეთებენ. ყველანაირ აი უსინდისობაზე მედიან, ყველანაირ პროვოკაციაზე მედიან იმისათვის რომ საქართველოს როგორმე რაღაცნაირად მოახდინო ისევ თავისი ზეგავლენის ქვეშ და განახორციელონ საქართველოში თავიანთი ბინძური გეგმები. ახლა შეგვიკრეს ხელში გაგეუქმებთ ვიზა ლიბერალიზაციას. ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ. ეხლა თუ ესე იგი ჩვენ თურმე არ გავაუქმეთ ეს კანონ პროექტები, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ, გაიგე? თურმე ესე იგი ჩვენ ჩახსნიან ყველა რა მომდის მე ევროპიდან ერთი რო ჩამხსნანეთი გამაგებიათ რა. აი უთხრათ საზოგადოებას ერთი ჩვენ რა სარგებელს ვხებულობთ დღეს ამ ეტაპზე ამ წუთში რეალურად ევროპიდან გარდა ის აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას, ხალხის საზოგადოება ღებულობს ამ სარგებელს. ის მუქარები, რომელი მუქარები დღეს მოდის აი ბრიუსელიდან და მოკლედ გამოდის ეს კაია კალასი კიდევ და ეს გამოდის ეს ქალი კიდევ რო არის ურსულა რომ არის და კიდევ სხვა დანარჩენი პოლიტიკური ლიდერები და ისიც კი იკადრეს და შეურაცხყოფას მოგვაყენეს და გათხოვილი კაცები გამოგვიგზავნეს აქ და რა ვიცი როგორ არ გულანძღეს და ეკლესიას შეურაცხეს, ხო? კлау გრძელდება ეს შეურაცხყოფა, ხო? კлау გრძელდება ეს პროცესები და ამიტომ ეხლა არჩევნების წინ მით უმეტეს გადავიდა აქტიურ ფრაზაში. ხო და ეს ხო არის ცდილობა საქართველოს კлау არეულობის. რა თქმა უნდა და მე ერთ რამეს ვიტყვი, რადგანაც შეღებ არის ისეთი საკითხები, რაც ხალხის საკეთილღეოდ გაკეთდა. მაგრამ თუ შენ მე გადამაყოლე და გამანადგურე ანის რა თმინდა რა საერთოდ და მოიცა ჩაგეკითხები მე მაინტერესებს რა გაკეთდა ხალხის საკეთილღეოდ მაგრამ აი მაინტერესებს კონკრეტულად ელემენტარულ რაღაცას გეტყვით მაინც რა ელემენტარულად როდესაც გაჭირვებული ოჯახები იყვნენ საქართველოში და გადაწყვეტილება მიიღეს რომ წასულიყვნენ და შრომა საჩო საბადებელი ენახათ რა და ლუკმაპური არ ქონდათ წავიდნენ და დაიწყეს მუშაობა და ეგ იყო სულ რა. ეგ ახლა მე გეტყვით, შეხედე ბატონო თემ. ეგ იყო სულ. არა, ეგ მე გეტყვით, ეგ რატომ მოხდა? რატომ მოხდა? აი შეხედე, არა, მოდი ახლა ჩვენ აი ვისაუბროთ ახლა მაგ საკითხებზე და უფრო კარგად აი ამ მაგრამ აქ ხო კი, მაგას გააგზელეთ, მაგას თქვენ არ შეგაწყვეტეთ, მაგრამ რატომ მოხდა ეს ყველაფერი? რატო წავიდა გაჭირვებული კაცი? ნუ ეხლა მაგალითად ცოტა შორს. არა, რატო წავიდა გაჭირვებული კაცი ევროპაში და რატო გააკეთეთ ეს მე გეტყვით ახლა. ჯერ მაგასთან რა გააკეთეთ, იცი? ჯერ რა გააკეთეთ? ჯერ დაამშიეს საქართველოს. ჯერ საბჭოთა კავშირი დაიშალა გაყიდეს ყველა კი ბატონო ჩადებული გაამათქორეს ქართველი ხალხი და მერე გახადეს თავისი დამოკიდებული და გაუხსნეს ევროპის კარები რომ შენ შემოდი ახლა ჩვენთან მონად თან კიდევ სხვა რამე აი ეს იყო ჩადებული რომ დაცლილი იყო ნელ-ნელა კი ბატონო ეს რა თქმა უნდა აბა რა აი ეს იყო რადგანაც ბრიუსელის საკითხი შეეხეთ მე აი ჩვენი სიტყვით არის ნათარგმნი აი ეს 10 თუ 11 გვერდი არის ცოტა დიდი შრიფტით ამოვეჭდე მადლობა ჩვენს მეგობარს ქალბატონ ხატუდა ჯანჯალიას მან გამოაქვეყნა ეს არავინ არ აქვეყნებს მაგრამ თვითონ გადაწყვიტა მოიძია პირველად და გააკეთა ეს და დიდი მადლობა კიდევ მას და წარმოიდგინეთ ახლა ეს არის 9 ივლისის მიღებული რეზოლუცია წლევანდელი რა ეს არის ფაქტიურად ერთი თვის რა აქ ძალიან ბევრია მაგრამ ანუ მონიშნული მაქვს ისეთი რაღაცები მე გადავღეჭე რა სამთლიანად მაშინ როცა 23 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით რომ გატარდებოდა კომისიის 23 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში მოწმებული შესაბამისი 9 ნაბიჯი
და ძირითადად ეხება რეფორმების, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტალური უფლებების სფეროს. შემდეგ აი მარტო ამონარიდებსაც საქართველოში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა განსაკუთრებით კი საქართველოს მთავრობის ქმედებების შედეგად. წარმოიდგინე, რეზოლუციაში წერენ ამას რა. შემდეგი აი ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველოს ეუთოს ვალდებულებებს და ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული არალეგიტიმური პარლამენტია. ეხლა ამბობენ ამას, როცა ამდენმა უმრავლესობა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ აი ანუ ესე იგნორებას უკეთებენ ქართული ხალხის ნებას. პირდაპირ არცევება, პირდაპირ წერია რეზოლუციაში, გავგიჟდოთ. ის რეზოლუცია, რომელიც ახლა გამოაგზავნეს, მიიღეს, რომელიც ახლა მიიღეს. გაწევრიანების, მოლაპარაკების, დაწყილის, ცდილობების, შეჩერების გადაწყვეტილება გამოიწვია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც მომიტინგეები ითხოვდნენ ახალ თავისუფალ სამართლის დარჩენას. აი ვისი მოწყობილი და მხარდაჭერი ყოფილა და რატომ ყოფილა აი ეს მიტინგები, სადაც ესე იგი 5000 და 3500 კაცი გამოდის და ვითომ მთელი ესე იგი საქართველოს გაერთიანა. აი რეზოლუციაში და ასახეს. შემდეგ ხას უსვამს ქართული ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებისა და დემოკრატიული მართლობებისა. მაშინ როცა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება დაიწყო უპრეცედენტო ძალადობრივი დარბევა დემონსტრაციებზე, რასაც თან ახლდა ძალის უკანონო გამოყენება, წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. წარმოიდგინეთ, რეზოლუციაში დე-ფაქტო ხელისუფლებს ეს რა არცნობენ ხელისუფლებას. ესე თან არცნობენ. თან ყველა ეს წინადადება, რომელიც არის ჩადებული რეზოლუციაში, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება დაპირისპირებას. რომ დაპირისპირების ალბათობა მოიმატოს საქართველოში და რა თქვენ ბრძანეთ, ისევ შემოტევა არის ამ კოლექტიური დასავლეთიდან დაპირისპირება მოიძება, ესე იგი ასთა სხვადასხვაობა უფრო და უფრო გაიხლიჩონ და მესამე ფრონტი ისევ გააჩაღონ აქ. წარმოიდგინეთ. და ეხლა რადგანაც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია, რას ნიშნავს, ესე იგი და წარმოიდგინე, არ ვიცოდი ჩვენ, თორემ პრეზიდენტი ისევ სალომე ზურაბაშვილი ყოფილა და პარლამენტი არალეგიტიმურია. გაგიჟდება კაცი რა. ამას რეზოლუციაში წერენ. აი შეხედეთ კიდევ რა. მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება ახდენს საქართველოს საჯარო სამსახურში პროევროპულ რეფორმებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების რესტრუქტურიზაციას. წარმოიდგინეთ. შემდეგ კიდევ. ეხლა ამონარიდებს არალეგიტიმურმა ქართულმა პარლამენტმა შექმნა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2013-2012 წლების რეჟიმისა და 2003-2012 და რეჟიმისა და პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობის შესახებ. თუ რეჟიმზეა და სისტემაზეა საუბარი, მე მათ ვეთანხმები. ის სისტემა, რომელიც თვითონ ამათმა შექმნეს საქართველოში, ნამდვილად დასაგრებია. სააკაშვილის სისტემა. სააკაშვილის ხელი. სააკაშვილის ხელი შექმნა. ამას ემსახურება. მაგრამ ჩვენი ხელით არის, ჩვენაირი ხალხის ჩვენ უნდა დავანგრიოთ. რა თქმა უნდა. ის სისტემა ბოჭავს თელ ქართულ საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით ქართველებს, იმიტომ რომ გენოციდი მიდის რა. ქართველი ხალხის არ მოიგონებს სოფლიოში იძულებითი ვაქცინაცია, რაღაც უბედურებები, ექსპერიმენტები და რაღაცეები რა. ფაქტიურად როგორ ბრძანეთ, გადაგვეკიდნენ ნამდვილად რა. ეხლა კიდევ წავიკითხავ აქ. ესე იგი, მაშინ როცა ძალაუფლების შენარჩუნებისა და შემდგომი გაზრდის მიზნით მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ სამხრივად და კონსულტაციების გარეშე მიიღო ცვლილებები მუნიციპალური საარჩევნო სისტემის შესახებ. ვიკითხავთ ჯო. ვინ ეკითხება რა გინდა ამ ჩემ ოჯახში, კაცო მე არ შევილია, კაცო. ერთ ჩემი კონსტიტუცია შევცვალო ისე რომ მორგებული იყოს საქართველოსზე და მაცვლევინებ შენ და კარნახობ რომ შენი კურსი არის ევროატლანტიკური კურსი. კარგი რა, ჩემი კურსი არის ქართული კურსი. და ვარ მაგარი ღირსეული ქართველი და ვარ მართლმადიდებელი და მოჭა. წეტილი, დიდი წეტილი. გეთანხმებით. და არის ოჯახი, მამაკაცი და ქალი და ეხლა რო დაიწყეს რა, აი ბატონო ტრისთან. ეს რა ყველა გახდა, მოდი მეც ვიხმარ ამ სიტყვას, რადგანაც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. კონსერვატორი გახდა ყველა რა. კონსერვატორი. სასაცილოა. სასაცილო კი არა, ნუ ახლა ესეთი ახლა
არ არის ეხლა გამკეთებელი ერთად უნდა მოკიდო ხელი და დააპატიმროს ყველა აბსოლუტურად მაგის ღირსებია. აი კიდევ მაშინ როცა უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებისგან მიღწეული პროგრესის მიუხედავად ღრმად ფესს გადგმული უთანასწორობა და სტერეოტიპები ნარჩუნდება, რაც იწვევს გენდერული ძალადობის მახრძონს. გატოვირი, ესე იგი LGBT გენდერული თანასწორობა და წარმოიდგინეთ გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი, როდესაც შემოიტანეს, მე მუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურაში, მაშინ ერთ-ერთ გავლენიან თანამდებობაზე. წარმოიდგინეთ დაპირისპირება მომივიდა და უთხარით რომ აი ამ გენდერული ინსტიტუტის შემოღებით საქართველოში როგორც ქალის, როგორც ოჯახის და მამაკაცის ღირსება არის ესე იგი ჩარწმული. ფეხქვეშ გათელილი. როგორ შეიძლება ქალბატონის პასუხისმგებელი არის მამაკაცი. რა თქმა უნდა. და დის პატრონია, შვილის პატრონია, დედის პატრონია და ასე შემდეგ და ჩვენი ისტორია რაც გვასწავლის. პატივისცემას, ქალბატონების ამათ რა უნდა გვაწერო? რა გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი უნდა პირიქით ჩვენი ისტორია ამოიღონ და იქით დაწერონ გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი კი არა, ქართული თანასწორობის ინსტიტუტი დაარქვანო და წაიღონ აკეთა და დიდი სიამოვნებით მივიღეთ. ვასწავლეთ კიდევ შევა როგორ უნდა ქართულ ქალსა და მამაკაც შორის და ოჯახთან. აი ამას LGBT ესე იგი ბოდიში მომიტყვა აპატიეთ რა, პიდარასტები და ეს და როგორ იცი რისი საბაბით იცი ესე იგი ადამიანის უფლებების დაცვა. მაშინ კონსტიტუცია და კანონთა კრებული ასაკეთებს. სამართალდამცველები ასაკეთებენ. ეგ ყოფილა. და ეს თურმე ყოფილა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლება და დაცვის. რატო? იმიტომ რომ ეს მანი იქედა ფულები, აბა რა. ის თავიანთი გეგმას ახორციელებდნენ მათი მეშვეობით და აქ დაპირისპირებაში და წყალში კარგად იჭერდნენ და ეხლა როგორ არ უნდა უმადლოდეს შვიდობის შენარჩუნებას საქართველოს მთავრობას ეხლანდებს რა და მით უმეტეს ღარიბაში უნდა გააკეთა ყოფილი ძალიან ბევრი ახალი ვერ დაუგაგოთ მაგას არა რაც სიმართლე არის ისეთი საკითხები რაში შეიძლება არ დაეთანხმო და მაგრამ არსებობს ფორმა აი როგორ უნდა მოიქცე და როგორ უნდა დაჯდეს საპირწონედ რომ ეს საკითხი მოდი ესე ხომ არ ჯობია აი ჩვენ ესეთი კონცეფცია არის მიდგომები როგორ არ არის და შენ რო დედის გინებით მიყვალ და სოფლიოს ეუბნები მარგინალიზაცია თელი საქართველოს მარგინალიზაცია არ ვარგა თურმე ეს ქვეყანა და ქართველები არიან გაუნათლებლები ნუ რა უკაცრავად პროფესორები სხვადასხვა მიმართულების პროფესორები ხართ აკადემიკოსები გამოცდილი ხართ და კარგი პოლიტიკოსები ამათ უბრალოდ ეს სულ ყველაფერი გასვარეს ერთ ტალახში აზილეს რა მაგრამ არა დროთა განმავლობაში მაინც ეს ყველაფერი დაიფილტრება და დაიწმინდება ისე როგორც საცერში გადის ან მერტინში გადის ის პუინტი რა აი ისე დაიწმინდება მაინც დარჩება ის ნაღები საზოგადოება ვინც უნდა უპატრონოს ამ საქართველოს რა და თქვენაირ ჩემნაირ და აი ესეთი ადამიანები გოგოები და ბიჭები იქნებიან და ჩვენზე მაგარი თაობა მოდის იმათ ოღონ გზა არ უნდა აუბნიოთ სწორი მიმართულება უნდა მიცეთ აქ კიდევ ძალიან ბევრი არის რა და აი შეხედეთ კიდე უფრო ამყარებს მართველი პარტიის ხელში ძალაუფლებას. წარმოიდგინეთ, ნუ ახლა, ესე იგი ყველაფერი, ინუანიშვილზედაც არის ბიზნაი ბატობიძინაც. ურტყამენ ხელის. ყველაფერზე და რუსეთი ხო ნახსენებია მილიონში, რა. ბატონო თემურ, ეხლა ეს რეზოლუცია ძალიან კარგი არისო თქვენ ეს რეზოლუცია თან დამოგიღიათ, მე არ ვიცოდი მაგის შესახებ დეტალებში, მაგრამ ის ვიცოდი რომ ვაიმე, ესე იგი ნორმალური ის ვიცოდი რომ რეზოლუცია რომელიც ახლა მათმა მიიღეს და რის საფუძველზე ისინი დღეს ჩვენ ესეთ ის გვიქნებენ, ხო აი სწორედ ხო და მე ახლა კარგია რომ მე დავიტოვებ მაგას კარგი დეტალებში გავესწრები, მაგრამ მე მაინც ჩვენ სვენელს უნდა უთხრა და მაგათ ის ერთი შენიშვნა გავაკეთე საწერეულში. ესე იგი წეგან ვახსენეთ deep state. დიახ. ეხლა სხვათა შორის ტრამპი ობამაზედაც გადავიდა. კი, შეეხო. და ძალიან ბევრი დოკუმენტაცია მისმა, ესე იგი, უსაფრთხოების სამსახურმა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო და წარუდგინა და მაგარი განცხადება გააკეთა და მაგას თუ ბოლომდე მოკიდებს, ხელ ძალიან კარგი იქნება. და ერთ-ერთი კანდიდატი არის deep state-ის, რა, ეს ობამა, რა. ეგენი არიან საერთოდ, მაგრამ და პლუს ამას ჰელსინკის კომიტეტი. ეს ჰელსინკის კომიტეტი, რომელიც საქართველოს შიგა საქმეებში და საგარეო საქმეებში პირდაპირ უფათურებს ხელს. და ეხლა მიუხედავად იმისა,
რომ 2025 წლის 12 თებერვალს შეიცვალა ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო უილსონის მაგივრად ახალი რესპუბლიკელი ყავს როჯერ უიკერი. მაგრამ ეს თანათავმჯდომარე დარჩა და მიღებაზე აქვს. ესე იგი, აი ეს deep state-ი როინც ხელი მოაწერა აქ ნაციონალური პარტიიდან და ეს გოგონები რო არიან ეგრეთ წოდებული ფრანტია გოგონები ვითომ და სულიკ არიან ამერიკის შეერთებული ყველა მანდარი მიბული ხელს აწერენ და ყველა ის განცხადებას რომელსაც აკეთებდა ჯო უილსონი ყველა იყო ქართული მხრიდან მიწადებული. აი ამ ტრების, აი ზუსტად ამ ტრების დანოსები ქვია. ო, დანოსები. ხო და აი ზუსტად ეგ ეხლა გასაგებია კი ეგ deep state-ი მარტო იმაში საქართველოში ყველგან მოქმედებს სოფლიოში და ნელა-ნელა ყველაფერს ფარდაეხტება და აბსოლუტურად საზოგადოებაში ძალიან მალე გახდება ცნობილი. ნუ ეხლა ვიღაცა ისე ხალხი ამბობს, რომ ვინ არის დაგვანახეთ ეს deep state-იო რა ეგ ვინ არის კაცია, ქალია რა არის ეხლა მსვენია ბევრი ადამიანები დაგასვა. მაგრამ მართლა ხა ეტაპობრივ ხო, კი და იზოლებული ვიყავით დაგვენიშნო თანამდებობებზე. კი, ამბობენ, აღიარებენ და ამიტომ მაგრამ ეხლა თუ ამბობენ, მოუჭირეს კიდევ. ხო, უნდა აუცილებელია. რაში და თანადგომა ჭირდება ნამდვილად. აუცილებელია, ახლა ძვირფასო ტელემაყურებლებო, როდესაც ასეთი რეზოლუციების მიღება ხდება ევროკავშირში, იქ სადაც რომელიმე ევროკავშირსაც ჩვენ თვითონაც და მივისწაფით და გვინდა მივიდეთ. რას გვეუბნება? აი ბატონ თემურის ხო მოусვიანეთ ახლა. ეს ის ზუსტად ეს ერთ-ერთი გადაღებული რეზოლუცია არის, რომელიც რეზოლუციაც დღეს ბატონ თემურიმ მოიტანა ჩვენთან გადაცემაში, ხო? რას გვეუბნება ეს ხალხი? აი უბრალოდ მოусვინეთ რას გვეუბნება ეს ხალხი. ეს ხალხი გვეუბნება რომ თქვენო უნდა აიღოთ ყოველივე აი ადამიანურ ცხოვრებაზე ხელიო და უნდა ფაქტიურად საერთოდ ოჯახები არ უნდა არსებობდესო, ოჯახების სიწმინდეები არ უნდა არსებობდესო, ეკლესია უნდა უარყოფოთო, თავი თქვენი ისტორია უნდა უარყოფოთო, თქვენი წმენა, შვილი, დედა, მამა, ბაბუა, წინაპარი, ყველაფერი უნდა უარყოფოთო. უკრაინის მაგალითი და დაემსგავსეთ უკრაინას, ამას გვეუბნება, კაცო, ეს ხალხი ამას გვეუბნება და ეს ხალხი ვინ არიან? მე რომელსაც არ შვილი ყავს, არც ქმარი ყავს, ზოგი კაცია გათხოვილი, ზოგი გასათხოვარი კაცები არიან და ასეთი ცხოვრების მიმდევარი ადამიანები არიან ამ ევროპარლამენტში უმეტესი ნაწილები. უმეტესი ადამიანები ასეთი ცხოვრების მიმდევრები არიან. მით უმეტეს ეხლა თქვენ თუ შეხედავთ ამ ბოლო დროს განვითარებულ მონიტორს და ამ ბოლო დროს პარლამენტის ხელმძღვანელობაში მოსულ ადამიანებს ჯერ იყო ეს ჯოზეფ ბორელი და ეს კიდევ ის რომ იყო სხვა დანარჩენი კიდევ ეს ლიტვის და ლატვიის და იმის საგარეო საქმეთა მინისტრები ხო საერთოდ აი ესე მიზანში ყვებით ამოღებული ეხლა არიან და ესენიც კიდევ გვებძვიან ჩვენ სიწმინდეებს ებძვიან ხო და ვეუბნები გვემუქრებიან რომ თუ ამას არ გააკეთეთ აი ესე ვიზამთო ეხლა ნახეთ არჩევნები ახლოვდება და ამ არჩევნების მომახლოებასთან დაკავშირებით კვლავ დაიწყეს აი ისეთი განცხადებების კეთება რომელი განცხადებები საფუძველს თუ ჩვენ ესე იგი მათ დაუჯერეთ ამ ქვეყანაში უკვე ქართულმა ხალხმა აღარ უნდა იარსებოს და ქართულმა ხალხმა არ უნდა იცხოვროს და ეკლესია აღარ უნდა იყოს მართლმადიდებლობა აღარ უნდა იყოს არავითარი წმენა არავითარი ოჯახური სიწმინდეები და უნდა იყოს გარყვნილება ამ ქვეყანაში და თქვენ რომ იცოდეთ დიდი ხანია უკვე ამ გარყვნილების ხედა აი ამ სწორედ ამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირი ჩაბმული არის ჩვენ წინააღმდეგ და აქაც ის აგენტურა რომელი აგენტურას მათ ყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობით ეს ბაბუცა პატარაია და ეს გიგაური და კიდევ სხვა დანარჩენები რომლებიც მილიონებს ღებულობენ იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს გარყვნან საქართველოს დაანგრიონ და საქართველოს მოსახლეობა ბოლომდე გამაიმუნონ ხო ეს ხალხი დღეს ისე დაბოგინებენ ჩვენ თბილისის ქუჩებში და ამ თავაწევლები დაიარებიან ამიტომ ხელისუფლება უნდა გააკეთოს ყველაფერი ბატონო თემურ ხელისუფლება მაქსიმუმს უნდა მიაღწიოს თუ უნდა რომ საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს ბოლომდე აღუდგეს ამ მომდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი ბატონო ხო ახლა მთლიანობაში ახლა ნახეთ რა ხდება ჩვენ ახლა მოусმინეთ და შევხედეთ იმ რეზოლუციას, რომელიც რეზოლუციას მიიღო ევროკავშირმა საქართველოს მიმართებაში. ანუ საქართველოს მოსახლეობის ნებით წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღეს და ამ რეზოლუციის საფუძველზე თუ ჩვენ ამას რეზოლუციებს ავყევით, აღარ უნდა ვიარსებოთ და აღარ უნდა ვიყოთ, ხო? ჩვენ ხედავთ, ჩვენ გავაკეთეთ შეფასებები რა ხდება უკრაინაში რა მდგომარეობა არის და ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე უკრაინა და რატომ არის დღეს უკრაინელი ხალხი უკვე მთლიანობაში ასე მიმოფანტული მთელ მსოფლიოში და იქ რაღაც დარჩენილი არის გარკვეული ნაწილი, ის გარკვეული ნაწილი გამოვიდა ქუჩებში უკვე და აპროტესტებს იმ შექმნით მდგომარეობას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რაც უკრაინაში მიმდინარეობს. ადგილები აღარ არის ხალხო უკრაინაში, უკვე სად დაასაფლონ და სად დაგზავნონ. ხალხი აღარ იციან, ისინი ვინც იძულებით გაყავთ იმაში ომში. მე კიდევ ისა ამ ერთი ორი თვის უკან იყო
1600 ცხედარი გადააცა უკრაინას რუსეთის რუსულმა მხარე და უარი განაცხადა წარმოედგინეთ თქვენ თავისი საკუთარი ჯარისკაცები რომლებიც გაუშვა ომში საომრად ხო და ქვეყნის დასაცავად ისინი რომ დაიღუპნენ უარი განაცხადა გესმის აი ხო რა გააკეთეს რომ არ გაფუჭებული და აპროლებულიყო გაყინეს რუსებმა გააპატიოსეს კი ბატონო გააპატიოსნებული იყოს უყოლა მით უმეტეს დადგენილი პირები იყოს უყოლა დადგენილი პირები ხო და ამაზეც უარი განაცხადა ეს ხო ასეთი იმის მოცემულობის იმაში ვარ ჩვენ დღეს რეალობაში ასეთ მოცემულობაში ვარ ჩვენ დღეს როგორც საქართველოს ისე უკრაინა ხო უკრაინას მეტყვი უნდა გვამსგავსოს იმიტომ რომ ის უკვე უკრაინას სადაც გაყო თავი მაგრამ უნდათ რომ დაამსგავსონ უკრაინას საქართველოს ხო ამას ვხედავთ ხო ამიტომ ჩვენ ერთად სწორედ ეხლა როგორც უკრაინელი ხალხი დაირაზმა და გამოვიდა და პირდაპირ ამბობენ ხო პირდაპირ ამბობენ რომ ეს უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება პირდაპირ ამხილეს უკვე ზელენსკი უკრაინის ხალხის გენოციდში ჩვენ ისე უნდა დავირაზმოთ და ისე უნდა დავდგეთ და უნდა პირდაპირ ევროკავშირის სამხედროებზე პირდაპირ უნდა მოთხოვოთ ხელისუფლებას რომ გადაედგეს რადიკალური ნაბიჯები ასე მსგავს ქმედებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ ის სწორედ ის დიფთეიდი იქნება თუ ის რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც მიბმული არიან აი ამ მტრულ ზრახვებზე და პასუხი აგონ ეს ხალხმა უნდა მოთხოვოს ხო მაგათ უნდა პირდაპირ რომ მიდით და რაღაც უნდა მაგას აგერ არის რეზოლუცია წაიკითხეთ ეს რეზოლუცია და ნახეთ განადგურდით ამას გეუბნებიან პირდაპირ კიდევ იმეორებ ყველა ნაბიჯია გადასადგმელი იმასთან დაკავშირებით რომ ეს მავნებლური ქმედებები აიგზავნოს ამ ქვეყანაში. ამისათვის არის საჭირო თუ არა ბატონო თემურო ჩვენ დროულად ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს დროულად დიალოგი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე ჩვენ სამეზობლოსთან ერთხელ სამუდამოდ გაირკვეს რა გვინდა ბოლო-ბოლო და რა საით მივდივართ რა. ბატონო ტრისტან ძალიან კარგი აი ძალიან კარგად შემოვარეთ და სწორი კონტექსტით და დასვით თქვენ კითხვა ეხლა და ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ გამოვაცხადეთ ჩვენ ერთად ეთერში და არაერთხელ მithქვამს მე სხვაგანაც კონფერენციაზე დიალოგი არის აუცილებელი. როდესაც აი მივბაძოთ თავისუფალი ტრიბუნა ჩამოყალიბდა და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი მე ვარ, ჩემი თქვენ ბრძანდებით და კიდევ სხვადასხვა ხო ვიყავით ხოდაშორის მაგ შეხვედრაზე და თავისუფალი და ხელმოწერა 100,000 ხელმოწერა დღე-დღეზე უკვე მე მგონი შეგროვებულია რა და აუცილებლად უნდა დაიწყოს და ბევრჯერ მithქვათ რომ მოსკოვში და კონფერენციაზე პირდაპირ თქვა აუცილებელია პირდაპირი დიალოგი ყოველგვარი მესამე პირის ჩარევით. დიახ, არ გჭირდება ჩვენ არავის ჩარევა, რაში გჭირდება ჩვენ შრომავალი. კი ბატონო. კი. მე დიდი ქვეყანა არის მეზობელია, მე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როგორც სახმელე თუ ასევე საზღვაო აქ უმიზნებენ შავი ზღვის აკვატორიას. შავი ზღვის აკვატორიას დათმობს რუსეთი. არა, არ დათმობს. ამიტომ შენ პირდაპირ ღმერთმა მოგცა ბათუმი, ფოთი, აგერ ყველაფერი დაელაპარაკე, სად მიდიხარ, სად გარბიხარ, კაცო. უნდა დაელაპარაკო. თუ გაუცხოდით მე და თქვენ ერთი კვირა, ერთი წელიწადი ჩვენ ერთმანეთს ვერ აუწყობთ. ვერ დიალოგზე რაფერს და ისევ მოგვიწევ თავიდან დაწყება. აი ისევ დავიწყოთ თავიდან რა, რადგანაც გაუცხოებული ვარ. ისე კი არა, ყვარვა აგდე და თავი შეუჭერეს. აფხაზეთი დამიბრუნე და ოსეთი და მერე ვისაუბრე. ეგრე მაგ მოტივით არაფერი არ გამოდის. ეგ გაუცხოებაც ვისი ბრალი იყო, იცი? იმ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ დაწერილი გეგმა იყო, არა ბატონო მაშინ ეხლაც კი, საქართველოს სპეცსამსახურები, რომელი ერთი ქვეყანა ჩამოთვალო რა. ბატონო თემურ, ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან ახლა აზერბაიჯანზე. ვერ ვждები, ფაქტობრივად ვერ ვждები. შემდეგ გადაცემ იმდენი საკითხები ვაქვს კიდევ გასახილველი, მაგრამ დროში ვერ ალბათ საქართველოს წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი არასოდეს არ მიატოვებს და ის გეგმა რაც ქონდა ჩაფიქრებული აზერბაიჯანზე სომხეთის მეშვეობით ეს ჩაიფუშა ამ ეტაპზე. გასაგებია, მაგას ჩვენ მე შემდეგ გადაცემაში აუცილებლად განვიხილავთ. აბა რა, იმიტომ რომ ვიცით რა არის ახლა 1 საათიანი გადაცემაა ჩვენი გადაცემა და ამიტომ ფორმატი არ გვავლებს მაგის საშუალებას და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საკითხები გვჩება ჩვენ რომელსაც ვერ ვასწრებთ და მე ვპირდები ჩვენ ტელემაყურებლებსო ჩვენ აუცილებლად შევეხებთ სხვა დანარჩენ თემებსაც რომელიც არის დღეს ჩვენთვის საინტერესო და საქართველოსთვის და აქტუალური
სტაბილური არის მთლიან მსოფლიოში და ბატონ თემურს მოვიწვევთ აუცილებლად და სომხურ აზერბაიჯანულ აი რაღაც გარკვეულ გაუგება რაღაც გადაწყვეტილებებს ვისაუბრებთ. თვითფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გიყურებთ, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ ყველას.